მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. ეს გადაცემა ჩვენი უფლებებია. მე მისი წამყვანი ნინო ჭინჭარაული გახლავართ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა იქნება ლიზინგის ხელშეკრულება, როგორ იდება ლიზინგის ხელშეკრულება, ხოლო ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი გადაცემის სტუმარია ქალბატონი გვანცა გვიჩია, ალიანს ჯგუფი ლიზინგის სამსახურის უფროსი. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. პირველ რიგში დიდი მადლობა რომ დაინტერესდით ამ თემით. Exact ვართ გავაცნოთ ფაქტის საზოგადოებას. ქალბატონო გვანცა, ლიზინგი განხილულია როგორც ჩვეულებრივი მომსახურება, რის გამოც უნდა დავდოთ ჩვენ ხელშეკრულება. ეს საკმაოდ ესეთი ჩემი აზრით და ძალიან ბევრისგან გამიგერო რთული თემაა, იმიტომ რომ როდესაც მივდივართ კონკრეტულ ორგანიზაციებში და ჩვენ გვიწერს ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, კარგად ვერ ვიგებთ კონკრეტულ მუხლებს, ან შეიძლება ძალიან ბევრის დანაშაულის იყოს, რომ უბრალოდ კარგად არ კითხულობენ მუხლებს. აი მარტივად რომ განგვიმარტოთ, თუ არსებობს ისეთი პუნქტები პირველ რიგში, რაც აუცილებლად უნდა იყოს ლიზინგის ხელშეკრულებაში. გეთანხმებით, რომ მართლაც არ არის მარტივი საკმაოდ ხელტანიანი ხელშეკრულებების წაკითხვა და ზოგჯერ ჩვენს მათ შორის მეც როგორც მომხმარებელს მეც დაეზარება და გვიჭირს ძალიან ხშირად ისე რომ რა თქმა უნდა რაღაც ეგზემპლარი მე ჩვენს გვაქვს და სახლში მივსუარო და სახლში წამიკითხავს. ეს რა თქმა უნდა არ არის გამართლებული და ალბათ ჩვენი ბრალია, თუმცა თქვენ ხომ არ ფიქრობთ რომ იმის გამო რომ ძალიან მოცულობით მართლა ძალიან დიდია ეს დროს ძალიან დიდი დრო ჭირდება და ამასთანავე თუ არ გაქვს თუნდაც ეკონომიკური ან იურიდიული განათლება ძალიან ბევრი ტერმინის გაგება შეიძლება უბრალოდ რთულიც იყოს. გეთანხმებით მაგაში ხა ჩვენც ვართ მომხმარებლები და შესაბამისად ჩვენც გავართ ხოლმე იგივე პრობლემის წინაშე. თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენი კომპანია ალიანს ჯგუფი ლიზინგის ექსპერტები ან რომლებიც ემსახურებიან კლიენტებს მაქსიმალურად ცდილობენ რომ განუმარტონ და დააძალონ ასე რომ ვთქვათ წაკითხვა ხელშეკრულების. ლიზინგის ხელშეკრულება არის საკმაოდ მოცულობით და კომპლექსური, რადგან თავისთავად როგორც ვთქვით არ არის მარტივი გარიგება. იქ არის ორმხრივი ვალდებულებები ლიზინგის გამცემისას, ლიზინგის მიმღებისას. ის აუცილებელი რასაკვირველია არის ჩადებული კონტრაქტში მუხლები, რომელიც ყველა სალიზინგო კონტრაქტში იქნება, ეს არის მიწოდების პირობები, გადახდის პირობები, ეს არის აქტივის მოვლის ვალდებულება და გადახდის ვალდებულება. თუ ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ რაღაც ყოფილა კონტრაქტში გათვალისწინებული, მაგრამ მომხმარებელს კარგად ვერ გაუგია და შემდეგ რაღაც ეგრეთ წოდებული პრეტენზიით მოსულა, რომ თითქოს რაღაც მან ყველაფერი კარგად გააკეთა და კი ბატონო, რასაკვირველია ყოფილა და არ არის ეს ისეთი თემა კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან ხშირად არის ის, რომ ვთქვათ ძირითადად ახსნას ეყრდნობიან და ისინი თქვათ არ კითხულობენ და არის ის მათ უნდა იკითხონ რომ ყველა ანუ ის კონკრეტული დეტალები იქამდე სანამ ხელშეკრულებას დადებენ კითხვიდან გამომდინარე უნდა მიიღონ არა ან წაკითხავი გულისხმეთ კონტრაქტის კი ბატონო იმიტომ რომ ხა ბუნებრივია ჩვენ და ვერც ერთი თქვათ მომსახურე კომპანია ვერ მოუყვება თქვათ ამ კონტრაქტს ხო ხვდებით ანუ ამიტომ ჩვენ ძალიან დაჟინებით ვითხოვთ რომ წაიკითხონ ხოლმე ეს კონტრაქტები ყოფილა ესეთი შემთხვევა მაქსიმალურად ვცდილობთ რომ თქვათ თავიდან რომ განმარტება მივცეთ, თუმცა ზოგჯერ არის ესეთი გარემო, რომელსაც თქვათ ვერ ვცვლით, ხა ფუნდამენტურ ძირითად საკითხებს ხა ვერ შევცვლით, თუმცა ყოფილა შემთხვევა, რადგან ამ არასწორი გაგების გამო თქვათ კლიენტთან რაღაც დათმობაზე წავსულა და ან შეგვიცვლია პუნქტი ან ასე შემდეგ. მაშინ როდესაც თქვენ დებთ ნასყიდობის ხელშეკრულებას, ეს ნასყიდობის ხელშეკრულება გრჩებათ მხოლოდ თქვენ თუ მისი ასლი ანუ ლიზინგის მიმღებსაც. აქვე განუმარტოთ რომ ლიზინგის გამცემი არის თვითონ კომპანია და ლიზინგის მიმღები არის პირი, რომელიც თვითონ მოიხმარ შემდეგ მომხმარებელია. თქვენ ძალიან კარგად ხართ გარკვეული და ძალიან მიხარია რომ ლიზინგი შესაძლებელად ხართ გარკვეული. კი ბატონო, ჩვენ ნასყიდობის ხელშეკრულება არის ორმხრივი, იდება ჩვენსა და მომწოდებელს შორის, თუმცა ყველა დეტალი და ყველა პირობა არის შეთანხმებული კლიენტთან. ასევე ლიზინგის ხელშეკრულებაში, უბრალოდ კანონში ლიზინგის შესახებ პირდაპირ არის დელეგირებული ყველა ის უფლება, რაც ჩვენ გვაქვს კლიენტთან, ანუ
თუ რამე იქნება დარღვევა, კლიენტს პირდაპირ შეუძლია ედაოს და არ დაგველოდოს თქვათ ჩვენ. მომწონებაზე მან დაიწყოს თავისი გარკვეული უფლებები ამ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან. მასაც ზუსტად იგივე უფლებები, როგორი უფლებებიც გვაქვს ჩვენ. და ამ დელეგირებას ჩვენ ახორციელებთ კანონის შესაბამისად. თქვენ ახსენეთ, ანუ მინდა რომ მაყურებლებს აუხსნათ, რომელი საქართველოს რომელი კანონმდებლობით ხდება ამ მუხლების მოწესრიგება. ეს არის როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონკრეტული თავი აქვს დათმობილი ლიზინგს, ასევე არის საქართველოს კანონი ლიზინგის შესახებ. ეს აღარ არის ზუსტად მას 2011 წელი იყო, როდესაც ძირეულად შეიცვალა ლიზინგის კანონი და თქვა გააქტიურდა სალიზინგო მომსახურებები საქართველოში და გაუქმდა ძველი კანონი, რომელიც იყო ხარვეზიანი და თქვა შეიძლება თავის დროზე ის იყო ნორმალური, მაგრამ რეალობას უკვე ვეღარ ფარავდა, ასე რომ თქვა და არ იყო საკმარისი. ამის შემდეგ 2011 წლის შემდეგ კანონის გაუქმების შედეგად გახდა სამოქალაქო კოდექსში გაჩნდა ლიზინგის მთლიანი თავი და ლიზინგის ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, მისი აღრიცხვა რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით და ზოგადად თქვა ვალდებულებითი სამართლიდან თქვა თუ არსებობს რაიმე ტიპის მუხლები, თქვა შეიძლება სხვა კონკრეტული მუხლებიც იყოს, თქვა დამარეგულირებელი სახელმწიფო ურთიერთობები. ასევე ანუ როგორც ვიცით, მაშინ როდესაც ჩვენ ხელშეკრულებას მოვაწერთ, რა უნდა იყოს გათვალისწინებული. მე როგორც ვიცი, ხელშეკრულება უნდა აუცილებლად დიდება წერილობით, პირველ რიგში ეს უნდა ვთქვათ. ის უნდა მოიცავდეს მთლიან ფასს. ამ მთლიან ფასში შედის თუ არა დაზღვეული უნდა იყოს აუცილებლად თვითონ ლიზინგის საგანი. ამ მთლიან ფასში შედის თუ ეს კიდე ცალკე კი ბატონო, გეტყვით, ალიანი ჯგუფი ლიზინგის პროდუქტების თანახმად ჩვენ ვაფინანსებთ მთლიან პროცესს კონკრეტული აქტივის მიღების. ეს მოიცავს თვითონ აქტივის ღირებულებას, მის ტრანსპორტირებას, გამბაჟებას, მის მომსახურებას, დამონტაჟებას. შეიძლება ტრეინინგიც კი იყოს საჭირო, თქვა ახალი ტექნოლოგიის და ის კონკრეტული მომსახურებაც იყოს ამ პროექტის ღირებულებაში და აუცილებლად დაზღვევს, რომელიც არის 1 წლის. ეს მთლიანი ღირებულება ხდება ლიზინგის პროექტის ჯამური ღირებულება, საიდანაც კლიენტი ხდის ნაწილს პირველი შენატანის სახით და უკვე დანარჩენი ნაწილდება მთელ ვადაზე. რაც შეეხება დაზღვევას, როგორც გითხარით, პირველი წლის დაზღვევა შედის პროექტში, დანარჩენი წლის დაზღვევის განახლება ხდება უკვე პერიოდულად, რომელსაც კლიენტი იხდის დამოუკიდებლად სალიზინგო გრაფიკისგან. პირველადი ეს არის 1 წლის. კი ბატონო, რადგან სადაზღვევა და საშუალო თარიღი. მეორე ეს არის სალიზინგო საზღაური და მისი გადახდის ვადები უნდა იყოს რა თქმა უნდა აუცილებლად მითითებული. და ასევე მე როგორც ვიცი, თანამონაწილეობა პირველადი შენატანი. ეს თვითონ ლიზინგის საგანზეა დამოკიდებული, რამდენი იქნება პირველადი შენატანი თუ კონკრეტული პროცენტები თქვენ განსაზღვრული გაქვთ. ჩვენ განსაზღვრული პროდუქტები, სადაც წერია რომ კონკრეტულ პროდუქტზე ვთქვათ ისეთ მომსახურებაზე, როგორც არის ვთქვათ სწრაფი, ანუ ექსპრეს მომსახურება არის სხვა ტიპის პირველადი შენატანი, ისეთ მომსახურებას, სადაც ძირეულად სწორად კლიენტს არის სხვა ტიპის პირველადი შენატანი, თუმცა რასაკვირველია ამ პროდუქტებში გათვალისწინებულია რა აქტივის ღირებულებას და თვითონ შინაარსს. ანუ ეს არის მოძრავი აქტივი, ეს არის არ არის მოძრავი აქტივი, როგორი ტიპის არის თავისი შინაარსი და ასე შემდეგ. ანუ ესე იგი რომ განვიხილოთ მოდის პიროვნება, თქვენ ცნობთ და ესე ბრჭყალებში რომ თქვათ აძალებთ რომ გაეცნოს ხელშეკრულებას, ყველა პუნქტს მაშინ როდესაც კარგად გაიგებს, აწერს ხელშეკრულებას ხელს, რეგისტრაცია სხვა რაიმის მაგალითად აქვე უნდა ვთქვათ რომ ფლობელობაში არ გადადის. არა, ფლობელობაში გადადის, საკუთრებაში არ გადადის. ფლობელობაში გადადის, დიახ, მაგრამ საკუთრებაში არ გადადის, საკუთრებაში რჩება თვითონ სალიზინგო კომპანიას, დიახ. და სალიზინგო ხელშეკრულება ძალაში შედის მაშინ, როდესაც თქვენ უკვე გექნებათ იმის საშუალება, რომ გადაცეთ ლიზინგის მიმღებს კონკრეტული ლიზინგის საგანი. სალიზინგო ხელშეკრულება ძალაში შედის მაშინ, როდესაც ხდება ხელმოწერა. ხელმოწერის თარიღით, უბრალოდ რაც შეეხება ვალდებულებების შესრულებას, ჩვენი ვალდებულება არის რომ ანდროულად და სრულად მიიღოს ის მომსახურება, ანუ ის აქტივის მიწოდება მოხდეს დროულად და მისი ვალდებულება უკვე შემდეგ მოხდინოს გადახდები.
როცა ხელშეკრულებაში წერია რომ თქვა კონკრეტული გრაფიკი არის ჩართული კონკრეტულ ვადაში, უკვე ხელმოწერის დღიდან აქტივი ისა ხელშეკრულება არის შესული ძალაში. რაც შეეხება პროცედურულ ნაწილს, ჩვენ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ klientis მიერ თანამონაწილეობის ან პირველადი შენატანის გადახდის შემდეგ ვახორციელებთ მომწოდებლისგან ამ აქტივის შეძენას, თუ ეს აქტივი თუ ამ აქტივის რეგისტრაცია სავალდებულო თქვა მომსახურებათა სააგენტოში, საჯავროში ან სადმე ხდება მისი რეგისტრაცია უყურთ ჩვენს სახელზე, ანუ ეს არის ჩვენი საკუთრება და ამის შემდეგ გადადის ის კლიენტის სარგებლობაში ხელშეკრულების შინაარსის მიხედვით ან გადადის ის საბოლოოდ მის საკუთრებაში, ან უკან ბრუნდება ლიზინგის განცდა. სანამ ხელშეკრულების საკითხს დავამთავრებდეთ, მე მინდა რომ ასევე მაყურებელს გავაცნო, რომ არსებობს როგორც ჩემი ინფორმაციიდან გამომდინარე, რამდენიმე სახე აქვს ლიზინგს. ეს არის პირდაპირ ლიზინგი, კომპენსაციური ლიზინგი, სერვისული ლიზინგი და სუფთა ლიზინგი. თუ სწორი ინფორმაცია მაქვს. ეს არის ძალიან თეორიული ნაწილი, თქვენ ნამდვილად მოგიძიებიათ სალიზინგოს მომსახურებთან ფუძნების და ასე შემდეგ კომპენსაციურს და სხვანაირად თქვია. დღევანდელ დღეს და თქვენ ბაზარზე სხვა ისინი გამოიყენება ტერმინები. თუმცა ამათ შორის თუ არის განსხვავება, უბრალოდ ეს ინფორმაცია. კი ბატონო, ძირითადად არსებობს ისეთი ტიპის ლიზინგები, რომელთა განსხვავებაც არის საბოლოოს მესაკუთრის განსაზღვრა, ანუ ეს ხდება კლიენტის საკუთრება თუ ეს რჩება ლიზინგის მიღების საკუთრებაში, ამ შემთხვევაში ამას ფინანსური ლიზინგი ეწოდება, რაც გულისხმობს იჯარა გამოსყიდოს, ანუ ყოველთვიურად ვიხდიმე მთლიან ღირებულებას ამ აქტივის და საბოლოოდ ეს აქტივი ხდება ჩემი საკუთრება. ეს ფინანსური ლიზინგის შინაარსია. არსებობს საოპერაციო ლიზინგი, რომელიც გულისხმობს დროებით სარგებლობას, მე ვთქვათ ვიყენებ ამ აქტივის გრძელი ვადით, თქვათ რამდენიმე წელი, თუმცა ეს არ ხდება ჩემი საკუთრება, იმიტომ რომ მე არ მჭირდა, მან ვერ შევთანხმდით, არ ვიცი რა. არსებობს ბევრი რამე, არსებობს ისეთი ლიზინგის სახეობა, რომელიც არის დაბრუნებითი, ანუ უკულიზინგი, ანუ რაც ნიშნავს, რომ მე პირმა კომპანიამ უკვე შევიძინე ეს აქტივი, არ ვიცი, სწრაფად გადამივიღე გაწყვეტილება, არ ვიცოდი ლიზინგის შესახებ. თქვენ არ ვიცით, ნებისმიერი ავეჯი, ავტომანქანა ძირითადად საშუალებაა თქვენ გადასაღებ ტექნიკაც კი და უბრალოდ საჭიროება დამიდგა, რომ მე დროებით თანხა აღარა მაქვს, ჭირდება ფინანსური რესურსის მოძიება, შემიძლია რომ ეს აქტივების მივცე სალიზინგო კომპანიას, მივყიდო მას, შემდეგ უკან მივიღო ეს ლიზინგი და ნელ-ნელა გადავიხადო მისი ღირებულება. ეს გასაჭირო საკუიარულია, ასე რომ ვთქვათ, ანუ კი ბატონო, ანუ გირაოს არასაკმარისი გირაოს პირობებში ან ვთქვათ არა ბანკის როცა ვერ ხდება ვთქვათ კლიენტის მიერ ბანკის საბანკო მოთხოვნების დაკმაყოფილება, ეს საკმაოდ მიღებულია. და ბოლოს მე მინდა რომ გთხოვოთ თვითონ აი ხელშეკრულებაზე მნიშვნელოვანი პუნქტებად რომ უთხრათ მაყურებელს ის რაც ამ ჩვენ საუბრის განმავლობაში ვერ შევძელით რომ ხაზი გაგვესვა. კი ბატონო, აუცილებელია მომხმარებლებმაც და ვთქვათ ლიზინგის გამცემაც კიდევ ერთხელ სწორად ლიზინგის ძირითადად სახელშეკრულებო პირობები აუცილებელი უნდა იყოს ვადები განსაზღვრული როგორც გადახდის ასევე მომსახურების გაწევის აუცილებლად უნდა იყოს განსაზღვრული თანხა რასაკვირველი სახელშეკრულებო ფასი თუ რა ჯდება მთლიანად ეს მომსახურება აუცილებლად უნდა იყოს დაფიქსირებული კონკრეტული აქტივის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია აუცილებლად უნდა იყოს დაფიქსირებული კონკრეტული გადახდის გრაფიკი პირველადი შენატანიც და საბოლოო შესყიდვის ან უკან დაბრუნების ვადა, ანუ რა ტიპის ლიზინგია ეს იმაზეა დამოკიდებული და ასევე პროცესის განმავლობაში, სალიზინგო ხელშეკრულების აქტიურ მდგომარეობაში ყოფნის განმავლობაში რა ვალდებულებები გვეკისრება. აქტივის ექსპლუატაციის მისი დაზღვევის, ასევე ვთქვათ, რა ვალდებულება აქვს, ვთქვათ, მომწოდებას გარანტიის კუთხით, ანუ ამ შემთხვევაში ლიზინგის გამცემის მხარეს, რა შეიძლება არსებობდეს, ვთქვათ, დამოუკიდებელი მისი ექსპლუატაციის დროს და ასე შემდეგ. ეს არის ყველა დეტალი, რომელიც საბოლოოდ ხელშეკრულებაში გაწერილია, რომლის დარღვევაც სანქცირებულია ბუნებრივია როგორც ერთ-ერთი და ნასარნავი. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, ერთ-ერთი რთული ხელშეკრულება განგვიმარტეთ. იმედი მაქვს, რომ მაყურებლისთვისაც შედარებით უფრო გასაგები გახდა. მე კი მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. მადლობა.